გაფრთხილებული ვარ ყოველთვის თეკლას შემოქმედებით, იმიტომ რომ ესეთ სამოს ადამიანიც კი ჩვეულებრივად ჩაიცვევდა რა და ძალიან მაგარ ხარისხს და შედეგს ქმნის თეკლა. თეკლას ფეცი შეიქმნა სადღაც 7 წელია უკვე. მე მყავს 8 დეკორატიული ცუგა და მათი სიყვარულით შეიქმნა ეს ჩემი ბრენდი და ძალიან დიდი ინსპირაცია იყო ჩემთვის ეს ჩემი 4 ფეხა მეგობრები. 2 წელია უკვე ვიღებ მონაწილეობას International Fashion Weekend-ზე და მე ვფიქრობ, რომ ეს მეორე წელი უფრო გლობალური იყო ჩემთვის და უფრო მეტი წარმატება მქონდა იმ მხრივ, რომ ჩემი მომხმარებლები უფრო რაღაც გამრავლდა და რაღაც უფრო დიდი მასშტაბებში გადავიდა. ჩემთვის, რა ვიცი, ძალიან დასამახსოვრებული ჩვენება იყო. მე როგორც მამალი ძაღლის მეპატრონე, უფრო რაღაცა მამაკაცურ კოლექციას უყურებ ხოლმე და ვერ გამოვარჩევ, აი ყველა ძალიან განსაკუთრებულად მომწონს, თუმცა ეს ფარფატა კაბები და არ ვიცი, ხელნაკეთი საოცრებაა რა. სანამ ეს ჩვენების დღე მოვიდოდა, თითქმის 24 საათიან რეჟიმში ვიყავი და ისევ კერავდი და მე თვითონ ვისწავლე კერო, ანუ ეს ხელა რაღაცაა ჩემთვის, არასდროს არ მეკონა რომ კერვას ვისწავლები. ყველანაირი ცუგა მყავს, აბსოლუტურად ყველანაირი, ვეცნობი ცუგას, ვეცნობი პატრონს, ვსაუბრობთ და იმდონეზე მენდობიან, რომ ყოველთვის მეუბნებიან, აი თეკლა შენ როგორც ყველანაირად გენდობი და შენ როგორც შექმნი, აი შენი ხედვით შექმენი. და ჩემთვის არის ეს ძალიან დიდი თავისუფლება, იმიტომ რომ როცა ხოცი აი კედელთან მიგტუზავენ, რაღაცა არ მოდის ეს რაღაც თავისუფალი ემოციები და როცა მეუბნებიან, რომ შენით უფრო ესე თამამად ვაკეთებ ხოლმე და უფრო კარგი გამოდის შესაბამისად. ვხედავ ადამიანებში, როგორ უნდათ, რომ ჩემი სამოსი ეცოთ მათ სუგებს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ჩვენი სტუდიო გაიხსნა 2 თვეა დაახლოებით და თავიდანვე გახსნის პირველი დღიდანვე დავაანონსეთ, რომ ექსკლუზიურად თეკლას კოლექცია იქნებოდა მხოლოდ ჩვენთან და მას შემდეგ ესე ამაყად თანამშრომლობთ. მივხვდი რამხელა სიყვარულს თეკლა ამ შრომაში და მეც გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად ჩემი წველი შემეტანა რა ამ საქმიანობაში, იმიტომ რომ საოცარი შექმნებაა, როცა ყავს პატარა უერთგულესი მეგობარი და მასზე ზრუნავ. არიან მომხმარებლები, რომლებიც უშუალოდ თეკლა ფეცის გარკვეულ კოლექციებიდან გარკვეულ რაღაცა ლუქებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან დევს. ჩემი ბუბუც აუცილებლად ვიგარეშე იცავს თეკლას ფეცში. ჩემი პროდუქცია იყიდება ჩემთან შოურუმში, იყიდება ფაუფაუში და აგრეთვე საზღვარგარეთსაც ბევრი მომხმარებელი მყავს უკვე. იწერენ, თქვა დაბადების დღე აქვს ცუგას და პატრონს უნდა ესნაირი სამოსი ჩაიცვან და რაღაც ფოტოსესიისთვის, ან იმისთვის, ან ამისთვის, რაღაც სხვადასხვა დღესასწაულებისთვის, ჰელოუინისთვის, რა ვიცი, კიდე ძალიან ბევრი რაღაცა ესეთი ინდივიდუალური, ან მიგზავნიან თავიანთ იდეებს და მე ამ იდეებით ჩემით ვქმნი მათთვის მორგებულ სამოს. ჩვენთან არის პრემიუმ ხაზის ცხოველების მოვლა. შეჭრა მოვლა და სუფთავება, ჰიგიენა, ვარცხნილობა, რაც აი ძაღლის სილამაზეს და მოვლას ეხება, ყველანაირი სერვისი შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ყველაზე რთული რა იყო ჩემთვის? ჰელოუინის დრაკულა გავაკეთე და მალეფისენტას რქები. არა მარტო რქები, ანუ პლაში იყო მოსასხამი, ასე ვთქვათ და ეს რქები გავაკეთე და ჩემს ეს გამოწვევა იყო მაშინ, იმიტომ რომ ახალი დაწყებული მქონდა და ანუ ეს რაღაც იდეები თან რა არის, იცი არ მიყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ. მე ამას გავაკეთებ და ჩემ თავს ვუმტკიცებ იმას, რომ მე ეს გავაკეთე და მე შევძელი. ყველანაირი სიგიჟეები რაც მოდით თავში ჩემს მომხმარებლებს, მე ყველაფერს ვაკეთებ და არას არ ვეუბნები, არა. ეს არის აბსოლუტურად ხელნაკეთი სამოსი, რომელსაც ჭირდება საკმაოდ დიდი დრო, რომ ეს ყველაფერი შეიქმნას და მყავს ისეთი ადამიანები და მომხმარებლები, რომლებიც ამას აფასებენ. ხარისხი საუკეთესო, იმიტომ რომ მე თვითონ რადგან მყავს ეს ცუგები, არ მეყვარს მათი შეწუხება ამ ქსოვილებით და ყოველთვის ვარჩევ რითი უნდა შეიქმნას ქსოვილი და თუ არიან ესეთ მომხმარებლები, რომლებიც მეტყვენ რომ ესეთი რაღაცა მინდა, თუ მე ვფიქრობ რომ ის შეწუხდება, მე არ ვკერავ.
მე ყოველთვის მიყვარს ყოფნა არეალში თუ არეალს მიღმა.